მოდი უფრო გასაგებად და უფრო მარტივად რომ ეს საკითხი ავხსნათ, მე ვიყენებ ხოლმე დავით გურამიშვილის ცნობილ პატარა ფრაზას, რომელიც საქართველოში ალბათ ადგილი არ არის და სკოლა არ არის, სადაც ეს აქტიურად არ იყოს წარმოჩენილი. ხმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო. ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის წავა სადაო. ეხლა 4 შეკითხვაა თქვენ როგორც ხედავთ და გავცეთ ამ 4 კითხვას პასუხი და მერე უკვე დავიწყოთ თემა. ვინა ვართ ვიცით რომ ადამიანები ვართ, ეს ადვილი კითხვაა. ასევე ადვილია რომ თქვათ სადა ვართ, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით რომ დედამიწაზე წუთის ოფელში ვცხოვრობთ და რაც შეეხება ეხლა სიდან მოვდივართ, ნიშნავს საიდან მოვდივართ და ამისთვის კი ბიბლიას უნდა გადავხედოთ და გავიხსენოთ რომ სწავლებაში ასე გვაქვს რომ ღმერთმა ადამიანი 4-ში შექმნა, ანუ სადაც თავისთან მიუჩინა ადგილი და ადამიანი იყო დაუსრულებელ სიყვარულში უფლის წიაღში, სადაც სულიერ საზრდოს ღმერთის სიყვარულისგან იღებდა და სული გადასცემდა სასიცოცხლო ენერგიას სხეულს. ამიტომ ადამიანს 4-ში არ ჭირდებოდა კვება, დასვენება, გართობა და ასე შემდეგ. რო არ გავაგრძელო, არ ქონდა ტკივილი, არ ქონდა შიში, არ ქონდა წუხარების განცდა, იმიტომ რომ სავსე იყო ღვთაებრივი სიყვარული. და ასევე ვიცით რომ ღმერთის წინააღმდეგ წასვლა ცოდვა ქვია, ცოდვამ იგივე არის რომ ზურგი აქცია ღმერთს, უпростоრად უნდა ღმერთის გარეშე ყოფილიყო 4-ში. ანუ ეგონა რომ ღმერთის გარეშე შეძლებდა 4-ში გაჩერებას, მაგრამ წარედ შეცდა, ჩავარდა ამ პარტავნებაში და ბოლოს საერთოდ დაკარგა ეს განცდა და ჩვენ ვიცით რომ მას შემდეგ ადამი განუწყვეტლივ დედამიწაზე ტიროდა და მოსთხვამდა და ღმერთს თხოვდა რომ დამიბრუნე ჩემი დაკარგული 4-ო. მაგრამ სანამ იესო ქრისტე, ანუ ღმერთი არ განხორციელდა ადამიანად არ იქცა, ადამიანმა ვერ მოახერხა დაებრუნებინა ღვთის წიაღში ცხოვრება, ანუ 4-ის განცდა დაიკარგა და მხოლოდ ქრისტეს მოსვლით შემდეგ გაიხსნა გზა 4-ისკენ. მოკლედ ბოლოს მე-4 შეკითხვა ასეთია რომ წავა სადაო. ესე იგი ეს ჩვენი ბოლო გაჩერება არ არის, აქედან ჩვენ კიდევ სხვაგან მივდივართ. რას ნიშნავს ეს? მართალია 4-ში ადამიანი სულითაც და სხეულითაც უკვდავი იყო, მაგრამ ცოდვის ჩადენამ გამოიწვია უკვე სხეულის სიკვდილი. ამიტომაც ქართველებს გვაქვს სიტყვა გარდაიცვალა, რაც ნიშნავს რომ მოკვდა და ესე იგი დასრულდა ხორციელი ცხოვრება დედამიწაზე, სული კი უკვდავი აქვს და სულმა გააგრძელა ცხოვრება, რომელიც ეკლესიის გარდამოცემის მიხედვით, სწავლების მიხედვით უნდა წარსდგეს უფლის წინაშე და იქ გაირკვევა უფლის სამსჯავროზე, სად გააგრძელებს თავის დარჩენილ მარადიულ ცხოვრებას. არის 2 ადგილი. როგორც ქართველები ვიტყვით, 40-ო, ორმო ან ცა. 2-დან 1 უნდა შექმნეს მე-40 დღეს, ესე იგი გარდაცვალებიდან. ესე იგი, ეხლა ამ სიტყვებს რომ გავიაზრებთ, ნახეთ რას ნიშნავს ადამიანი ღმერთმა 4-ში ღმერთთან ერთად სიყვარულისთვის შექმნა, რომ ედიდებინა 4-ში უფალი და ამით თვითონაც აღსებული ყოფილიყო მარადიული სიტყვებით და სიყვარულით, მაგრამ ადამიანმა ის თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა უბოძა, თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენა, მოიქცა უგუნურად და დაკარგა ეს დიდებული განცდა. მოკლედ ამის შემდეგ ადამიანის ცხოვრება გახდა ბრძოლა.
როგორ დაიბრუნოს დაკარგული სამოთხე. როგორც თქვით, უკვე ადამიანმა თავისით ეს ვერ შეძლო, ამიტომ კაცთა მოყარე ღმერთი იმისთვის, რომ გადაერჩინა ადამიანი, ღმერთი იქცა ადამიანად, ჩვენი ცოდვები იტკივილა და გააკრა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით და აი აღდგომის ფასად, აღდგომის ძალით, აღდგომის მადლით შეგვიქმნა ეკლესია, რომელიც არის სამოთხის დასაბრუნებელი გზა, ანუ ერთგვარი კიბე, როგორ ავიდეთ ღმერთთან, უფალთან სამოთხეში. მოკლედ, ეს არის მცირე მიმოხილვა. მე ახლა ჩემო ძვირფასებო მინდა გითხრათ, რომ აი ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში ჩვენი მასწავლებელი დიდი პედაგოგი ბატონი შალვა ამონაშვილი, მისი ერთ-ერთი ლექცია ესე დაიწყო. ესე იგი, აი თქვათ, ბავშვს უთხარით და ვერ გაიგო. მისი ბრალია ბატონო შალვა. შალვას პასუხი პედაგოგის, იგივე მშობლის. ამ შემთხვევაში პედაგოგიკაში შევიყვანო მშობელი. კაი უთხარით 100 ჯერ. მაინც იგივე შენიშნა, ვისი ბრალია ბატონო შალვა? პედაგოგის. რა აბა რა უნდა ვქნათ? უნდა უთხრათ 101-ად. კარგით ბატონო შალვა, 101-ად უთხარით და შედეგი არ მოყვა, ვისი ბრალია? პასუხი პედაგოგის. და უკვე ვეღარ გაიგო მშობლებმა, წამოიჭრნენ ფეხზე, ატყდა ის და ბატონი შალვა ასე პასუხობს. ნუ თუ ვერ გაგიგია, რომ შენი სიტყვა ბავშვის გულამდე ვერ მიდის. და გულამდე რომ ვერ მიდის, იმიტომ არა აქვს შედეგი. ანუ ბავშვის ბრალი კი არ არის, შენი აღზრდის არასწორი მიდგომის ბრალია. ანუ ისე ვერ ეუნები, რომ გულამდე ვერ მიგაქვს სათქმელი. ანუ შენი ნათქვამი გულს არ ხვდება. და შეიძლება ასეც კი ვთქვათ, რომ ფსიქოლოგია არის მეთოდები, ხერხები, როგორ მივიტანოთ ესა თუ ის სწავლება და ესა თუ ის დარიგება აღზრდა ბავშვის გულამდე, ხო და დაგიძველდა მეთოდებიო. აი შენი ახსნილი, რომელიც თავის დროზე შენ ასე აგიხსნეს, ამ მეთოდით ახსნილი, თანამედროვე ბავშვის გულამდე ვეღარ მიაქვს საკითხი. ამიტომ ესე იგი ბატონი შალვა ეხლა რას ამბობს? სანამ ჩვენ მოსწავლეს აი ამ დავით გურამიშვილის სიტყვების არსს მაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად ცალსადაო, ვინ არის სიდან მოვიდა, სად არის წავა სადაო, ამის არსს არ ჩაწყვდება, მანამდე ის მისი გზა ყოველი გადადგმული ნაბიჯი იქნება არასწორეო. ანუ ბატონი შალვა სწავლებაში ასია, პირველი რაც უნდა პედაგოგმა გააკეთოს, აი ამ სიტყვების თავარი არსი უნდა ასწავლოს. აი ამ ესე იგი დავით გურამიშვილის ამ თავარი რომ იტყვიან ანდერძის არსობრივი წოდომა უნდა შეძლოს მოსწავლეთა გულებში. აი ეს არის აღზრდის პირველი მთავარი მიზანი. იმიტომ რომ ნახეთ ახლა კარგად რომ დაუკვირდეს ადამიანი, ხო? წუთი სოფელი გვეძლევა დროებით, რომელიც შეიძლება ხვალ თუ ზეგ დამთავრდეს, ანუ შეიძლება ძალიან სწრაფად დამთავრდეს, მოულოდნელად, ისიერად, ეგრე რომ ჩვენ ყველანი წავსდგებით უფლის წინაშე, მარადიულ სიცოცხლეში და იქ უკვე ჩვენ თავს ვეღარ შევცვლით და ვეღარ უშველით. ამიტომ ეს უნდა ზუსტადაც ამ წუთის სოფელში მოხდეს ჩვენი ფერის ცვალება და აი ამ გზაზე სწორად შედგომა და სწორად შრომა და სწორად ბრძოლა, რათა მთავარ მიზანს მივაღწიოთ, დავიბრუნოთ, რაც დავკარგეთ. ანუ უფალთან მყოფობა, რომელიც არის ერთადერთი გზით შესაძლებელი, სხვა მეორე ანალოგიური არანაირი გზა არ არსებობს და ეს გზა იესო ქრისტემ ჩვენ შეგვიქმნა, რომელსაც ქვია დედა ეკლესიის გზა. აი ეს არის პატარა მცირე მიმოხილვა, რომელიც ესე იგი ფაქტობრივად არა მარტო ეკლესიის არსს ახსნის, არამედ ჩვენი ცხოვრების თავარი საზრისია. ჩვენი თავარი საფიქრალი უნდა იყოს ეს და ჩვენი მთავარი საზრუნავი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ცნობილი სიტყვები ეკლესიაში არსებული წაუმწყვალეთ ამ თემას
ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა. ძალიან კარგად გასაგები სიტყვებია, იმიტომ რომ თუ ეკლესიას დედას არ დავარქმევთ და არ დაუძახებთ და არ ასე თქვათ შევიყვარებთ როგორც დედას, ღმერთისთვის ჩვენ შვილები ვერ გავხდებით. ღმერთის წიაღში ჩვენ როგორც მამის წიაღში ვერ დავიმკვიდრებთ ადგილს და ეგრე რომ ის რომ ღმერთი არის ჩვენთვის სიცოცხლე, ამასთან მისასვლელი ერთადერთი გზა არსებობს ჩვენი დედა ეკლესია. ამ სათაურში საგანგებოდ ჩავდეთ არა ეკლესიის არსი, ესეც შეგვეძლო დაგვეწერა, არამედ დედა ეკლესიის არსი, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ სიტყვების გამო რომ ესე იგი დედის გარეშე, დედა ეკლესიის გარეშე მამა ღმერთთან ვერ დავიმკვიდრებთ ადგილს. მოკლედ ახლა ეს ცნობილი სწავლება მიმოვიხილოთ მარტივად, რომ სწავლებაში ასე არის, რომ ეკლესია ადამიანის გაჩენამდეც არსებობდა. მისი წევრები იყვნენ სეციური ანგელოზები. ადამიანის გაჩენის შემდეგ დაარსდა ქვეყნიური ეკლესიაც და მის კრებულს პირველად ადამი და ევა, შემდეგ კი მათი შთამომავლები, შვილები და ასე შემდეგ შეადგენდნენ. მოგვიანებით მოსე წინასწარმეტყველი ღვთის ბრძანებით აგებს მოძრავ ტაძარს, ღვთის ჭეშმარიტი მსახურებისთვის განკუთვნილ შენობას, ანუ იგება ძველი აღთქმის ეკლესია ხილული სახითაც. ქრისტიანული ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღედ კი ითვება სულთმოფენობის დღესასწაული, ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის დღე, ანუ მკვდრეთით აღდგომიდან 50-მე დღე. ამ დღიდან იწყება ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. მას წმინდა მამები ეკლესიის დაბადების დღესაც უწოდებდნენ. აი ეს შეიძლება ითქვას ეკლესიური სწავლება, რა გზა გაიარა ეკლესიამ. დედამიწაზე ადამიანის მიზანია, უკვე ვიცით რომ ჩვენი ცოდვები დავამარცხოთ, ანუ შევებრძოლოთ. ამის გამო მიწიერ ეკლესიას ეწოდება მებრძოლი. იცით რომ ეკლესია ორ ნაწილად იყოფა, მოზეიმე და მებრძოლი. მოზეიმია ვინც უკვე ხდება, ვინც გამართლებული იქნება ღვთის წინაშე და დაიბრუნებს იმ დაკარგულ ადგილს ღვთის წიაღში. ეს უკვე ნიშნავს, რომ საზეიმო მდგომარეობაშია და ჩვენ ვინაიდან აქ ბოროტი ძალების ბრძოლის ასე თქვათ გარემოცვაში ვართ, რომელიც სანამ ისუნთქებს და ცოცხალი იქნება ადამიანი, ეს განუწყვეტელი ბრძოლა ექნება. ამიტომაც ჩვენ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ქვია ფაქტობრივად. ესეც კი არის ნათქვამი, საადამდე უფალო დავიღალე აღარ შემიძლიაო და პასუხიც ასეთია, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ანუ ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა მყარად დგომა ამ პრინციპებზე და შეუმცდარად, ასე თქვათ, ღაღადისი იმ ჭეშმარიტებისა, რაც დედა ეკლესიას წმინდა მამათა მიერ და მოციქულთა სწავლებიდან და მიერ გადმოცემიდან დაუგროვდა. ეკლესიის თავი იცით რომ თვითონ იესო ქრისტეა, მან დააარსა, მან დააფუძნა და არსი და ყველაფერი ეკლესიის არის თავად ქრისტე. მოკლედ ახლა იცით რომ ქრისტიანობა სხვადასხვა ასე თქვათ ფორმები აქვს, მაგრამ ყველაზე ძველი, ყველაზე სწორი, ყველაზე შეურყვნელი, ყველაზე კი არა ერთადერთი შეურყვნელი არის მართლმადიდებლობა, რომელსაც ცვლილებები, ანუ რეფორმა არ განუცდია. რა არის რეფორმა? აი რაღაცებს რო ცვლიან. ხო და ეხლა თქვენ თვითონაც მიხვდით, თუ ღმერთმა დააარსა, ღმერთის დაარსებულს როგორ შეიძლება დასჭირდეს ადამიანის შეცვლა? ადამიანმა როგორ უნდა შეცვალოს ღმერთის მიერ დაფუძნებული, იმიტომ რომ ღმერთი შეუმცდარია და ამიტომ სწორედ მართლმადიდებლობაში ვხედავთ პირველ მამათაგან ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიის მომავალ უწყვეტ ძაბს, მადლის ერთიან კალაპოტს. ანუ რა არის მადლი? მადლი არის ღვთის წყალობა ადამიანს. აი ღმერთი რო გეუბნება შენთანავა, რომ გაგრძნობინებს ამას. ანუ რისთვის არის ეკლესია და რისთვის ვართ ქრისტიანები, რომ აი ეს მადლი მოვიტყოთ, ანუ ღვთის წყალობა მოვიტყოთ, ღვთის ნუგეში მოვიტყოთ,
ღვთის ძალა რომ ვიგრძნოთ, რომ აი ამ ბრძოლაში გავძლიერდეთ და ბოლომდე ღირსეულად გაუმკლავდეთ იმ შემოტევებს, რომელსაც ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს. ეხლა იმისთვის რომ ცხონდეთ, ანუ სამოთხე დავიმკვიდროთ, დავიბრუნოთ, საჭიროა მადლი. სად მიიღებ მას ეკლესიის გარეშე? მადლი მოგეცემა წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმინდა ეკლესიაში ინახება. აი რომ მარტივად ვთქვათ, ეკლესია არის ერთადერთი ორგანიზაცია, სადაც გარდა იმისა, რომ რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ გარეგნულად, აღევლინება ისეთი რამ, რასაც თვალით ვერ ვხედავთ. სადაც ღმერთი ერევა უკვე პირადად და აი ამას სწორედ ქვია საიდუმლო. ანუ ჩვენთვის უხილავს და ღმერთის მიერ მომადლებულ მადლს, რომელსაც ადამიანი იღებს ღვთის, ასე ვთქვათ, სიყვარულიდან, აი ამას ქვია მადლი და ამ მადლის მოპოვებაზე აგებული ყველაფერი ეკლესიაში. ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისათვის, არამედ განწმენდისა, ფერის ცვალებისა და ღმერთთან შეერთებისათვის. ქრისტიანის მიზანია დაამყაროს კავშირი ღმერთთან, როგორც გითხარით, ამ შვიდი საიდუმლოს მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას და ამ კავშირშია არსი სიწმინდისა და სიყვარულისა. აი დაახლოებით ესე იგი ჩვენი მიზანია იცით ეკლესიისა, რომ შევებრძოლოთ გულში არსებულ ვნებებს. ვნებები ჩვენ გვიშლიან, რომ წმინდა გულში არ შემოვიდეს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც აღავსებს ადამიანს ყოველგვარი სიკეთით. ამიტომ აი ქრისტიანის მიზანია ზუსტად თავის გულში არსებული ის ამპარტავნება, ეგოიზმი, ანუ მიწიერი მიდრეკილებები დასთხუნოს, მოკლას, მოსწოს და მოიპოვოს, ესე იგი, როგორც ვთქვით, ის ნათელი. თან საოცარი რა არის, აი ეკლესია ასე არ გეუბნება, რომ აქ დაიტანჯები აუცილებლად და რო გარდაიცვლები, მერე მოხვდები სადღაც და ამას არ გეუბნება, ვინც სიღრმისეულად დაიწყებს გულიდან, თავის გულში დაიწყებს ბრძოლას თვისთა ცოდვათა წინააღმდეგ, როგორ მოიშოროს ეს ცოდვა, ეს ნება გულში არსებული და თუ ეს პროცესი ესე იგი სწორად განვითარდა სიღრმისეულად, გულწრფელად და ალალად, მაშინ შესაძლებელია, რომ გულში ნებების მოშორებით ადამიანმა შეიძინოს სარუკვარი მადლი სულისა წმინდისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ღმერთი შეეხება ადამიანის გულს, ანუ კავშირი აღდგება, გაწყვეტილი კავშირი და სადაც ღმერთია ჩემო ძვირფასებო, იმაშია სამოთხე. ანუ შესაძლებელია აქვე წუთის სოფელში ქრისტიანული დედა ეკლესიის გზით მოხდეს განწმენდაც ადამიანის გულისა და გულში საღვთო მადლის დამკვიდრება, ანუ იმ გაწყვეტილი ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენა, ანუ სამოთხის აღდგენა და დაბრუნება გულშივეა შესაძლებელი. მერე შესაძლებელია ასევე, რომ სადაც ასეთი ადამიანი თუ მოიპოვებს ასეთ მადლს, სადაც წავა ამათ თანატარებ და ფაქტობრივად მის გარშემო შეიძლება ასეთი, ესე იგი, ოჯახშიც პატარა სამოთხე შექმნას. ისეთ ადამიანთან, აი ჩვენ ბავშვებს სულ ასე ვასწავლით, რომ იცოდნენ მათ, რომ პირველ რიგში თვითონ უნდა შეძლონ გულიდან ნებების მოშორება ეკლესიური ცხოვრებით, რათა მოიპოვონ მადლი სულისა წმინდისა და მერე უკვე მოძებნონ ისეთივე ადამიანი, ვინც ზუსტად ასეთ ბრძოლაში იქნება ჩაბმული, რომელსაც ზუსტად ასეთივე მიზანი ექნება. ხო და როცა ასეთი ქალვაჟი ამ მიზნით, რომ აღადგინონ გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან, შექმნიან ოჯახს, აი ჩვენი სურვილიც ეგ არის და ჩვენი ზუსტად მისწრაფებაც ეს არის, რომ ასეთი წმინდა ოჯახები შეიქმნას საქართველოში და
ალბათ ეს იქნება ჩვენი ერისთვის ყველაზე დიდი დახმარება და რა თქმა უნდა მერე კიდე ასეთ წმინდა ოჯახებში სადაც დედას და მამას ამ სიწმიდით სასოებენ და ლოცვით და მარხვით და აღსარება ზიარებით და კეთილი საქმეების, საღვთო საქმეებით ზდიან შვილებს, აი ეს იქნება უკვე ჩვენი საზრით უკვე ერთგვარი გამოღვიძების, აღორძინების ხანა საქართველოში, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად მოხდება. თავისთავად ვიცით, რომ თავი ეკლესიისა არის იესო ქრისტე, სული ეკლესიისა, სული წმინდა, წევნი ეკლესიისა ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმინდა სამება. რითი იწყება ეკლესიური ცხოვრება? იწყება ნათლის ხებით, ანუ ნათლობით. თვითონ სიტყვა ეკლესია, ბერძნული სიტყვაა ეკლესია და წარმოდგენილი ეკლეო, რაც ნიშნავს ვუხმობ, ანუ ვეძახი, მოუწოდებ. ვეძახი შეკრებას, კრებას. ამრიგად ეკლესია არის იმ ადამიანთა კრებული, რომელიც ღმერთმა გამოირჩია და თავისთან მოიხმო. აი მეორენაირად ასეც ყია გაგებული, რომ ეკლესია ერთგვარი გემია ზღვაზე მიმავალი, ამ სულიერი გემის ბატონ პატრონი თვითყოლის შემძლე მამა ღმერთია, ნუ ხელმძღვანელი. ეხლა ერთი ორ სიტყვა ჩვენი პატრიარქის პირადი ეპისტოლიდანაც მოგახსენებთ. ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, აი ეს სიტყვები მომწონს ძალიან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. ანუ ეს არ არის მათემატიკური ფორმულა ან რაღაცა დადგენილი კანონი, რომ აი წაიკითხო და მორჩა. ასე თეორიულად ზოგმა იცის ხოლმე, აი მეო თუ არ დავწმუნდიო და არ გამოვიკვლიო, ისე ვერ წამოვალო რა, უნდა შევისწავლო. ეხლა პატრიარქი ამის საწინააღმდეგოდ ნახეთ რას ამბობს. ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს. სული ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩებაო. ანუ სული რა არის? გული, თავარი, აი შინაგანი, ის ძარღვი, ის მუხტი, ის თუ არ განიცადე, წილვაზე არ დადეგი, ღამის თევაზე, თუ არ იმარხულე, როგორ გაიგებ რა არის აღდგომა. აი ამაშია ზუსტად. მონათლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ანუ ნაწილი ხდება. ქრისტეს ხო, ხელახლა იბადება. ეს არის ქრისტეში დაბადება. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, ანუ ფაქტობრივად უნდა ახალი ცხოვრება დაიწყო, შეუერთდა ეკლესიის გზას და მის ცხოვრებას. დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ვიცით რომ აღსარების დროს ეს ერთ-ერთი საიდუმლოა, ვიცით რომ ქრისტემ უკვე ჩვენი ცოდვები ჯვარცმით იტკივილა და ჩვენ როცა აღსარებას ვაბარებთ, მოძღვრის თავზე ჩვენ და უხილავად ჯვარზე გაკრული მაცხოვარია და იმის დათმენილი ტკივილით ჩვენ მოგვეტევება ჩვენი ცოდვები. აი ესეთი დიდი სასწაული ხდება და აღსარებას ეკლესიაში მეორე ნათლობასაც კი ეძახიან. იმიტომ ნათლობა ერთხელ ხდება მხოლოდ და მეორეს ამ შემთხვევაში პირობითად ან მინიშნებით ამბობენ, რომ შენ რო ცოდვები დაგიგროვდება, ეს ცოდვები როგორ უნდა მოიშორო? როგორ და აღსარებით გზით. ხო, აი ეს კითხვებიც არის ხოლმე, აბა აი კიდე რო ჩავაბარო აღსარება, მერე კიდე რო გავიმეორო და ეს არის ბრძოლა ჩემო თვალსები. ერთხელ მამა სერაპიონმა თქვა ძალიან კარგად, რომ ესე იგიო, მოკლედ დაარღვია კაცმა, დაიწყო მარხვა, მაგრამ მე ისევ ცოდვები ჩაიდინა და დარწმუნებული მოვიდა. თავი დაბლა, დახრილი და რა გააკეთოს აღარ იცი. მამა სერაპიონმა უთხრა, რომ ბავშვობაში ხომ არ გიჭიდავიაო, ჭიდაობაზე ხო კიო, ჭიდაობაზე დავდიოდიო ხო. ხო და როგორ იყო მერე მანდო, თუ შენ აქცევდი, თუ ხან შენ გაქცევდნენ და ხან შენ აქცევდი.
არა, ხან მევაქცევდი, ხან ისინი. ხო და ეხლაო, აი ბოროტმა გაჯობა და დაქცაო. ხო, როცა წაგახცევდნენ, ამ დროს დაცემული ეგდეო, დაბლა თუ ადგებოდი და მე არა, ადგებოდიო და მე ვაგრძელებდით ისეო რა. გასაგებია. ხო და ეხლაო, ეშმაკმა დაქცაო. ხო. ადექი და გააგრძელებ ბრძოლაო, არაფერი ისეთიო. მე შეეცადე რომ კიდე აღარ დაქცეს. და ასე მიხედეო და არსი გაიგოება, მივხვდიო. კიდე ერთი ესეთი რჩევა უთხრა. შეიძლებაო სიგარეტის მოწევაო, კაცი ეკითხება. ხო და მამა პირდაპირ ესე რო ეთქვა, ეხლა პირველად მოსული კაცი იყო, მეუღლეს მოყვა რა. ხო და კაცო ყველაფერი შეიძლება, მოდი ჩაგეხუტო, უთხრა. აუ რა კაცი გავიცანი, უხარია ეხლა იმ კაცს. ხო და ბოლოს უთხრა რომ აბა მიდიო, შენო თავისუფალინება მოგცაო, ღმერთმა ყველაფერი შეიძლება, ოღონდ ღმერთს მიუძღვენი. შენ გენაცვალე, გაუხარდა ამგან, თეთრი ნივით იყო მოსული და აისვაც, რა კაი კაცი გამოცანი, რა კაცი დაქოქა მანქანა და დავიდნენ. გავიდა 5 წუთი და მოტრია და გაბრაზებული. გადმოვიდა, შენ ვისაც ტყუები. გაიჭიმა მამაო. რატო კაცო, რა მოგატყუებ? რანა მომატყუეო? შენ არ მითხარი რაც გინდა ის გააკეთო, ეხლა რო წავედიო, ამოვიღე სიგარეტიო და უნდა მომეწიაო და მე რომ მითხარის ღმერთს მიუძღვენიო, აბა ეს როგორ მიუძღვნა ღმერთს? ესე იგივე შენო რამაცას მატყუებო რა. ხო და მამამ უთხრა, პრინციპი სწორედ გაგიგიაო. და მე მევალება რომ პრინციპი აგიხსნაო და დანარჩენი ბრძოლა შენიციო. მე ესე იგი სწორედ ამიხსნიაო, რომ სწორედ გაგიგიაო რა. ესე იგი ნახე შენ აგაგ ბრძოლა, ჭიდილი გაქვს ბოროტ. ხო და შენ თავისუფალინება გაქვს. მე ოღონ აგიხსენი, ნახე შენ თვითონ ხო ხვდები შინაგანი სინდისი, ღმერთთან მოქმედება, სწორე რომელია და არასწორი. ახლა პრინციპი ჩემი ახსნაა და ახლა შენ როგორი ვბრძვი, ეგ უკვე შენ ზიარიო და აი ესე ამაზად მოკლედ არცი ესე ახსნა. ვიცით ჩვენ რომ ეკლესიის მთავარი ალბათ აღსარების მიზანიც, წივალოცაზე ჩვენი დასწრების მთავარი მიზანიც არის ზიარება, ჩემო ძვირფასებო, და ზიარება ზუსტად არის იმ კავშირის აღდგენა გულში, რაც ჩვენ სამოთხეში დავკარგეთ. ანუ ნახეთ რა მოხდა, ჩვენ ხო უარი ვთქვით, ღმერთს უთხარით, ღმერთო, მე აღარ მინდა რომ შენ ჩემი ღმერთი იყო, მე უშენოთას კარგად ვიცხოვრებ. მაგრამ ნახეთ, ეს არის ცოდვის ჩადენა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ კარგად ღმერთის გარეშე და ვიცით როგორი ტრაგიკულად წარიმართა კაცობრიობის ბედი ქრისტეს მოსვლამ. ქრისტემ კი კაცთმოყვარე ღმერთმა არ მიგვატოვა ამ დაცემულობაში, ღმერთი იქცა ადამიანად, ჩვენი ცოდვები თვითონ იტკივილა, აღდგა და შეგვიქმნა ეკლესია, სადაც თვითონ ღმერთი ჩვენ მიტოვებულ ადამიანთა გამო იქცევა პურად და ღვინოთ, რომ შენში შემოვიდეს ცოცხალი ღმერთი და ის დაკარგული აქვე აღიდგინოს, რომ ძალები მოიკრიბო ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ბოლოს მოზეიმე ეკლესიაში გადაინაცვლა. ეს არის თავარი არსი და იცით რომ დიახ გვირგვინი ყველაფრის, სულიერი ცხოვრების, ეკლესიურობის მახვის ლოცვის არის ზიარება და ზიარება აქ მხოლოდ იოანე ოქროპირის სიტყვას მოვაშველებ, რომ ის ზიარება, რომელიც კოზით გეძლევათ პურითა და ღვინის სახით, და ანუ ის ღმერთი, რომელიც ზიარებით გეძლევათ პურითა და ესე იგი ღვინისა და პურის სახით, და ის ღმერთი, რომელიც ზეცაშია, სამყაროს შემოქმედი, რომელიც შენს გამო ეწამა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, ოდნავათაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ანუ შენ აღმდგარი ღმერთი გეწვია შიგნით სამყაროში, ანუ ფაქტობრივად ის დაკარგული რომ შეავსოს, რაც შენ სამოთხეში დაგაჩნდა. და ბოლოს პატრიარქი ამბობს, ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე. ხოლო ეკლესია უპირველეს ყოვლისა მათვისა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისკენ მიექანებაო. ეხლა მე
ესე იგი, იცით თქვენ რომ დავასრულეთ მზის საბუდარი ასეთი ფილმი და იქ ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა ტარიელ ხალხერაური ამბობს ასეთ რამეს, ეთომასწავლებელი. მოკლედ პატრიარქმა დამიბარაო და შევხვდით ერთი ერთეო და ვისაუბრეთო და ეხლა მეკითხება ბოლოს. შენ ჩემზე ლოცულობო? აი მე რო შენზე ვლოცულობ. შენ ჩემზე ლოცულობო და არაო მე უთხარი. მე ამაზე არც მიფიქრიაო. პატრიარქს რაც უნდა ლოცვაო. თან მით უმეტეს ჩემი ლოცვაო. ხო და ხელი ესე მომკიდაო და მითხრა რომ მეო ცოდვილი ვარ და ილოცე ჩემთვის. გავოგდიო რა, ეგ იყო ჩემთვის რომ აი რაღაცა ესე იგი ვერ წარმომიდგენ. მე ჩემი თავი არ მეგონა ცოდვილიო და პატრიარქი ხო საერთოდ მეგონაო ანგელოზიო და კაცი მეუნება თან ისე კი არ მეუნება ცოდვილი ვარო, აი ხო სიტყვა შეამჩნეო. აი დანამდვილებით იცოდა რასაც ამბობდაო რა და ამას შემძრაო. აი ცოდვილი ადამიანი ისეთი სიყვარულით, ისეთი სიმდაბლით, ისეთი დარწმუნებით, თვით ცხადი დარწმუნებით მეუბნებოდა ცოდვილი ვარო და გაუგდიო და ეგ იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხი მომენტიო. და მაშინ დავიწყე ფიქრიო რომ თუ პატრიარქი ცოდვილია, ესე იგი მე ცოდვილი ვარო, რა თქმა უნდა. და დავიწყე ამაზე ფიქრი. და მე უკვე რა თქმა უნდა აღმოაჩინა ის სამყარო, რასაც ქვია წოდომა თვისთა წოდვათა და აი ესეთი საოცარი და მე ამ ფილმში არის პატრიარქის სიტყვები რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. ხო და მაგრამ თუ ადამიანი მიაგნებს თავის ცოდვებს, იფიქრებს, შეეცდება რომ თავის თავში იპოვოს ცოდვები, ღმერთი ყველას მიუტევებს ცოდვებს. აი ეს არის ზუსტად ეკლესიის არსი და ქრისტიანობის სიღრმე ამაშია ზუსტად რომ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენი ნაკლი სინანულით მიუდგეთ და სინანულით უნდა ვცხონდეთ და განვიწმინდოთ და სინანულით მოვიპოვოთ ზუსტად ის მადლი დაკარგული ღმერთთან კავშირი და აი ამ საქმეში თუ წარმატებით ვიშრომებთ, უფალი მოგვეხმარება და დიდი ესე იგი ამბებით ატრიალდება რომ იტყვიან ჩვენს გულში ჩემო ტვიფასებო. 20 კაცი რომ ორ კაცს ეჩხუბებოდეს. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ 20 კაცი რომ ორ კაცს ეჩხუბებოდეს, 20 კაცის ხარეზე ვინც არის ის ყველა ბედნიერია, იმიტომ რომ იცის რომ იმ ორ კაცს დაამარცხებს. ხო, იმიტომ რომ ჩხუბში უეჭველი გამარჯვებული გამოვა. აი ესია ახლა თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი ირჩევს ქრისტეს გზას და ის სწავლებას და რჯულს, უკვე რჯულის ქვეშ ყოფი გამარჯვებული გამოდის. უეჭველი გამარჯვებული გამოდის. შეიძლება მოხდეს 1-2 კარგად ღვაში თქვათ და ის დაცემა დაემართოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ის თუ არ დაემართა, მაშინ გამარჯვების სიხარულსაც ვერ მიიღებს. ეს არის ზუსტად ეს არის ჩადებული ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ცხოვრებაში, რომ ამით მივიღო ჩვენ სიხარული. და აი განსხვავება ჩვენსა და ადამიანისეულ ცხოვრების, ანუ ცხოვრებაში, ადამიანის და ევას ცხოვრებაში, განსხვავება ის არის, რომ მათ არ უწევდათ ამაზე ბრძოლა. და შესაბამისად, მათთვის ის რაც იყო, მათ თვალწინ და რაც ხდებოდა, რაღაც ერთგვარ რუტინად ექცათ. და აი როგორც არ დააფასეს. და აი ზუსტად ამ სიტუაციას გიქმნის შენ დედა ეკლესია, რომ შენ ხარ აი მებრძოლი, ანუ ჩვენ ეკლესიას თქო ქვია დედამიწაზე მებრძოლი ეკლესია. ხო? და არის მოზეიმი ეკლესია. მოზეიმი ეკლესია უკვე არის კრებული ზეცაში. ჩვენ თუ ამ კრებულში, რასაც მებრძოლი ეკლესიას ვეძახით, ვიკრიბებით და ვიკრიბებით, ну, ხაზგასმით რო თქვა, ვიკრიბებით გულწრფელად. ვიკრიბებით ისეთები, როგორიც ვართ. არა სასოწარკვეთილებით, არა რაღაც ხიბლით, არა რაღაც აი ზედმეტი თავის გამოჩენით თუ რა ვიცი, აი ფარისევლურად არა. აი გულწრფელად მივდივართ, ჩვენი ტკივილი მიგვაქვს. აი როგორც მეზვერემ თავი დახრილი მივიდა და თქვა, არაფერი არ მაქვს, სათქმელი, რა უნდა გითხრა ღმერთო. აი შემიწყალე მარტო. თუ მიდიხარ ამ პრინციპით, რომ შენ არაფერი შეგიძლია და ხარ ამ ეკლესიის წევრი ასეთი
სიმდაბლით აცნობიერებ შენ დაცემას იმ შენი მეგობრის თუ შენი მოყვასის დაცემასაც კი აცნობიერებ, მაგრამ კი არ განიკითხავ, არამედ თანაგრძნობას გამოთქვა მის წინაშე. იმიტომ რომ იცი რა არის დაცემა და იცი რა არის ტკივილი. შენც იცის და ნებისმიერი მოსული აქვს იმისთვის, რომ ღვთისგან მიიღოს მიტევება და წყალობა, ანუ სიმშვიდე მიიღოს. თავისთავად ეს გარემოებს ბედნიერებას ხმის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დაცემულები ვართ და აი სუსტები ვართ და რაღაც ავადმყოფები ვართ ამ შემთხვევაში. მაგრამ ნახეთ, სადაც არის ღმერთი, იქ არის კურნება. მაგალითად, სასოწარკვეთილი ავადმყოფი რომ მიყავს საავადმყოფოში, თვითონ საავადმყოფო ქმნის მისთვის გარემოს და სიხარულს და რაღაც ფსიქოლოგიურად იკურნება, ხო? მაგალითად, კარგი ექიმი, კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ხო? ექიმი შეიძლება რაღაცა კატასტროფული ტყუილი უთხრას ადამიანს, ტყუილის გულისხმობა ამ შემთხვევაში სასარგებლო ტყუილი უთხრას, რომ აი შენ უეჭველი განიკურდები და ადამიანმა ეს იმდენად ესე დიდი სიხარულით მიიღოს, რომ ბედნიერი გახდება და ეს ბედნიერება მას დაეხმარება კურნებაში. მაგრამ ეხლა ექიმი რო ეტყვის შენი საქმე წასულიაო, ის თავისთავად დაიბოღმება და თავის თავში ჩაფიქრდება და შეიძლება სასოწარკვეთილებასაც მიეცეს. ამიტომ ეკლესია ჩვენ აი ამ მდგომარეობას გვიხსნის, ანუ ამ სიტუაციაში გვამყოფებს, რომ შენ როცა მოდიხარ, ნუ გეში გაქვს. მოვედით ჩემთან მარშვალ და თვითმცემელი და მე განგისვენოთ თქვენ, ეს არის ნუგეში, ეს არის სიხარული, ეს არის სამოთხე. სამოთხე შეიძლება პირდაპირ გაგებით, შენ ამ წუთის არა გაქვს, იმიტომ რომ კიდე შენში იბრძვიან ეს ბოროტი თქვათ, მაგრამ შენ უკვე დამდგარი ხარ სამოთხის გზაზე და ისეთი გენერალი ხავს, რომელიც უეჭველი გაგამარჯვებინებს ამ ომში და ზუსტად რო ამბობს სახარებაში უფალი რომ რომელმა დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს, ზუსტად ეს ბრძოლის პროცესი არის დასათმელი. ბრძოლის პროცესია, ანუ შენი ცხოვრება არის დასათმელი, ყოველდღიურობაა დასათმელი. ასე რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი არის დედამიწაზე მოცემული სამოთხე, პირდაპირ ვთქვათ, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ აქიდანვე მივეჩვიოთ სამეთხესო მდგომარეობას, ლოცვას და ურთიერთობას ღმერთთან, რომელიც არასოდეს ასე ვთქვათ, არ მთავრდება. შემოგვიფასებო ჩვენი სამყარელი პორფირის სიტყვები მინდა წაგიკითხოთ. აი ყველაზე ტკბილად პორფირი ეკლესიის შესახებ წერს და მამამ რას თქვა ეხლა. ღვთისადმი მსახურებით სამოთხეში ცხოვრობ. თუ ქრისტეს შეიცნობ და შეიყვარებ, სამოთხეში იცხოვრებ. ქრისტე ეს სამოთხეა. სამოთხე აქედან იწყება. ეკლესია არის მიწიერი სამოთხე, მსგავსი ზეციურისა. სამოთხე, რომელიც ზეცაშია. იგივე აქ დედამიწაზეც. იქ სამოთხეში ყველა სულ ერთია, ისე როგორც წმინდა სამება არის სამი პირი, მაგრამ არიან რა შეერთებული, წარმოადგენენ ერთს. ეხლა ნახეთ კიდე ერთ რას ამბობს. ვინ ცხოვრობს ქრისტეთი, ერთიანდება მასთან, მის ეკლესიასთან, განიცდის შეშლილობას. შეშლილობა ნიშნავს აი გადაჭარბებულ, გადამეტებულ სიყვარულს. ასეთი ცხოვრება განსხვავებულია სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან. ეს არის სიხარული, ნათელი, ხიარულება, აღმაფრენა. ეს არის ეკლესიის სახარებისეული ცხოვრება. ეს არის სასუფეველი ღვთისა. და ბოლოს კიდევ ერთი აი შეგონება ძალიან საინტერესო, რომელიც ნახე რას ამბობს. სხვა რელიგიები კაცობრიულია, ანუ ადამიანური, ცარიელი. მათ არიციან სამპიროვანი ღმერთის სიდიადე. არიციან, რომ ჩვენი მიზანი, დანიშნულება არის გავხდეთ ღმერთები მადლით. მივემსგავსოთ სამპიროვან ღმერთს, გავხდეთ ერთნი მასთან და ერთმანეთში. ეს ყოველივე არიციან სხვა სარწმუნოების მიმდევრებმა. ჩვენი სარწმუნოების საბოლოო მიზანია რაითა იყვნენ ერთ. ეხლა ამ ერთობაში რა იგულისხმება? იგულისხმება, რომ აი ჩვენ ერთმანეთს ყველა ერთად
რომ ესე აღვიქვამდეთ, რომ ეკლესია არის გივი, მანანა, ნატალია, ლალი, აი ერთად წიაღი. და თურმე სიკვდილის წინ პორფირის ეს სიტყვები უთქვამს, აი სულ ბოლოს სიტყვები, რომ ვეღარ მეტყველებდა და ბოლოს სიტყვები უთქვამს, რაითა იყვნენ ერთო. ანუ ერთად ვიყოთო, აი ეს არის ეკლესიის ერთიანი განცდა, ეს უნდა გქონდეს და ჩვენი მართლმადიდებლობა ზუსტად ამაშია, ესე იგი განსაკუთრებული და მე ახლა თვალი გადავავლებ მამაოს გადაგების დროს და აღმოვაჩინე, რომ აი ჩვენ წიაღში სამშობლოსცოდნეობაში აი ყველა ადამიანი მაზიარებელია და თან ყველა არის სისტემატიურად მაზიარებელი, რომ იტყვიან ეკლესიის წიაღში არის ჩვენი შეკრება და იმიტომ რომ ქართული იდეა რას მოიცავს, ღმერთი სამშობლო ადამიანი. თუ არ ახარ ეკლესიის ასე თქვათ აღმსარებელი, აქტიური, ყოველდღიური და ყოველკვირეული ზიარებით, ხო, მაშინ შენ რა ნათელი უნდა მიიღო და თუ შენ ნათელი არა გაქვს, სხვას რა ნათელი უნდა მოუტანო. ანუ მე პირველ რიგში ეს მახარებს, რომ აი უმეტესი ჩვენი პედაგოგების ნაწილი არის არა უბრალო ეკლესიის წიაღში მცხოვრები ადამიანი, არამედ მსახური, ზოგი სტიქაროსანი, ზოგი მნათე, ზოგი მესანთლე, ზოგი მგალობელი, ზოგი მედავითნი, ალბათ ყველაზე ბევრი მედავითნიები და მე მინდა რომ აი განსაკუთრებით სიყვარულით მოგეფეროთ და მართლა მინდა რომ თქვენი ტაძარში ყოფნის ყოველი წუთი და წამი გამო მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ერთობის ძალა ამაშია. აი რა დამავიწყებს მანანა მასწავლებელმა მთელი სოფლის ბავშვები თამარიანში ტაძარში მოიყვანა. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება. ხათუნა მასწავლებელმა რა დამავიწყებს კოცაში მთელი ბავშვები ტაძარში მოიყვანა. ირმა მასწავლებელმა, ნინო მასწავლებელმა, ჯანიაშვილმა. აი ჩვენი ძალა ამაშია, რომ ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ეკლესიის სიყვარული ვასწავლოთ, შეცნობაში მოვეხმაროთ ადამიანებს და ჩვენს საყვარელ ბავშვებს. განაცვალე. გაიხარეთ მასწავლებელმა. ხათუნა მასწავლებელს გზანდებით, განსაკუთრებით მომენატრეთ ხათუნა შუბითიძეს მიმართა. მეც ძალიან და მიყვარხართ და მეამაყებით და მაბედნიერებთ. უღრმესი მადლობა თქვენი 8 წლისთვის, თითოეული სიტყვისთვის, ამ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ და მინდა რომ სულ წარმატებები გქონდეთ და მიზნების 100%-ით მიღწევა და განხორციელება. ძალიან მიყვარხართ. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. მინდა გითხრათ, რომ ზის საბუდარში, აი რო გაიმართა, ყველაზე ბევრი ბავშვი მოიყვანა ხათუნა მასწავლებლის კოციდან მოჯერისა და ცოტანი არიან, მაგრამ მე მგონი მთელი სკოლა მოვიდა და მე მგონი კი უბედნიერესი დღე იყო ჩვენი ბავშვებისთვის, ჩემთვის პირადად, ჩვენი სკოლისთვის და სოფლისთვის. ეს სოფო ხო საერთოდ ვინ ყოფილა? სოფო არის ერთი პატარა საყვარელი და ახალი მოსულები არიან გოგო და დაიწყო ტირილი. ჯოად, რამე ხო არა წელიწესა. რატო ვერ გებულობთ თვითონ ტირის არის ჩვენს რაღაცა სიყვარულისგან გადაეკიდა მეორე იქიდან მარიამი აქენანი ძველი მატერიალი გოგო. დამოსვლა აღარ უნდათ ლექსი მასწავლებელო. 3 საათიანი შეხვედრა კი არა, 6 და 7 საათი გაგრძელდა და ბავშვებს არ უნდათ წამოსვლა. იმდენად ბედნიერები იყვნენ. მე ხო იმღერეს, მე რავი, ყველაფერი მოასწრეს და ეხლა ყველაზე მაგარი და ვაცილებთ ეხლა და ეგენი კადრშიც არ არის, აი ეგ არის საოცარი, რომ რაც იქ მოხდა, კადრში იმის ნახევარიც არ აჩანს. ვაცილებთ უკვე დაღამდა, ხო და ეს სოფო ხო სუტიროდა, აი განუწყვეტლივ ტიროდა, თან იძახის რომ რაზე დაიწყო ტირი. მეო გადავწყობა რა გადაწყვიტე მეთქე? მე გადავწყვიტეო რომ სამშობლოსცოდნეობის არც ერთი ბანაკი არ უნდა გამოვტო, სამშობლო ყველა გავკვეთის უნდა დავწო და აუვარდა ტირილი, ან გული გაევსო რა, აი ჩვენი ბავშვები ხო ამბობენ რომ გული რო გაგევსება და ადგილი რო აღარ არისო და რო გადმოდის სრემლი აღარ აქნას, გულში აღარ ეტევა ყველა დაებრივი სიყვარული და ბიჭო აუვარდა მეორეს, მესამეს ეგ იყო რაღაცა აი მართლა სხვა დროს ესეთი რამე თვითონ კოცელების გული არის აი სხვანაირი რა ის
სიყვარულიანი და დაუვიწყარი დღე იყო, დაუვიწყარი. მადლობა უფალს, და მადლობა უნდა თქვენ. მოვაწყოთ პრემიერა აუცილებლად კოცაში. კოცაში თან კი, ნამდვილად. თქვენ ბაკორიანის ფილმის წარდგინებაც არ მოგვიწყია. პირველი ცრემლიანი გოგოები რო ვიპოვეთ, ორი სუროტიროდნენ, ლამაზები, დახატულები. კი, ნამდვილად უნდა შევხვდეთ, აუცილებლად.